საერთაშორისო ფესტივალ მემკვიდრეობის ფარგლებში საკონკურსო ფილმების მიღება დაიწყო 31 მარტამდე ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა კინოკონკურსში მონაწილეობისთვის საკუთარი ფილმი წარმოადგინოს. გამარჯვებული ნაშრომის ჩვენება, რომელსაც სპეციალური ჟიური შეარჩევს, ბათუმში გაიმართება თეატრალურ წარმოდგენებს, გამოფენებს, კონფერენციებს, მასტერ-კლასებს, კინოჩვენებებს და ლიტერატურულ საღამოებს ხელოვნების და კულტურის განვითარების ფონდი წმინდა ანდრიას ჯვრის ეგიდით 23-დან 27 მაისის ჩათვლით ბათუმში უმასპინძლებს. კინოკონკურსის ფარგლებში აფხაზეთის თემაზე მიწყვლილი სამეცნიერო კონფერენციაც მოეთხოვა. ფესტივალი მემკვიდრეობა საქართველოს პატრიარქის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის თავს ეძღვნება. ფესტივალის ეგიდით ჩატარდება დიდი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის თემას და ეს გახლავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდეს და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. ბათუმს ელოდება მრავალფეროვანი ძალიან მაღალი დონის ფესტივალი, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ ძალიან მაღალი დონის ფილმები, ნახონ გამოფენები, ნახონ თეატრალური წარმოდგენები, გაეცნონ იკონოგრაფიას და ხატწერას. ფესტივალი შეეხება აფხაზეთის თემას, ფილმების მიღება დაწყებულია, ინტერესი არის ძალიან დიდი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კინოხელოვანებს. ფესტივალში განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 მარტამდე.